გოგოებო, საკმარისი ამის გაგონებაც არ მინდა. რატომ დიანა მგონი კარგი პუნქტია. კოცნა ტიმურთან სკოლამდე კარგი იდეაა. დიანა ძალიან ადვილია ერთი კოცნაა უბრალოდ. გოგოებო, მომისმინეთ ტიმური არ მიყვარს და არ ვაკოცებ. დამთავრდა, ასეთი პუნქტი არ იქნება. მორჩა. დიანა მგონი ტიმურთან კოცნა უკვე გქონდა რა? არა ნასია, ეგ არ ითვლება. ტიმურმა თავისით მაკოცა, ამიტომ ამაზე ლაპარაკი შეწყვიტეთ. კარგი დიანა, არ აქვს მნიშვნელობა როგორ ეცდები რომ თავი დააღწიო, ერთად იქნებით. მასწავლებელმა იქ თქვენი ურთიერთობებისთან თქვენი ბრალია. გოგოებო, რამდენჯერ უნდა გითხრათ, თქვენი საქმე არ არის. აი ისინი ვინც მწვრთნელიები დააბრუნა ამ სახლში. ჩერილდერი ბანი. კნოპა საკმარისია. ვირთხებო, სავარჯიშოდ მივდივართ. ხო გოგოებო, მიდით. თქვენ კიდე ებიზე არაფერი აღარ თქვათ, ის მართლა შეიცვალა. კარგით მასწავლებელო მაიკ, მაგრამ როცა ტილს დაიწყებთ, იმიტომ რომ ები გულს გაგიტეხავთ, ჩვენთან არ მოხვიდეთ. გასაგებია? გოგოებო, იმედებს მიცურებთ. გოგოებო, აბა როგორ მოგწონთ კოქტეილები და ისეთ დღეს საღამოს მანქანით გასიერნება რომელს გინდათ? მე? დიმა? გოგოებო, დიმა შენთან ერთად მე ვიქნები, გოგოებს ეშინია სიჩქარე. კარგი, მორჩი კოქტეილს და წავიდეთ. ლორენ, ამაზე არ შევთანხმებულ ვართ. მე ხვალ გავისერინებ მასთან ერთად. ნახავთ გოგოებო, დიმა? ბლონდი არა მგონია აქ ჯდომა კარგი იდეა იყოს. მოიცადე დაამთავრონ ვარჯიში და შემდეგ ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ და დაველაპარაკოთ გაალდბურთელებს. აუ, მაინც მოგუშორებენ თავიდან. ხომ გაიგეთ, ტიმური დიანას დასდევს. მერე რა, დიანა მოიშორა, ამიტომ ახლა თავისუფლები არიან, ხომ გესმით? კარგი გოგოებო, თუ რამე მე რომეო მინდა. ჰეი, თქვენ და ბლონდინ ტიმურისთვის იბრძოლეთ. მორჩა გაალდბურთელებო, საკმარისია, მალე ვარჯიში დაგვეწყება და ყველა გოგო მოდის, უნდა წახვიდეთ. და თქვენს გომბეშვებო, უნდა წახვიდეთ. კარგი რა მასკოთ, სანამ გოგოები არ მოსულან, მანამდე მაინც ვივარჯიშებთ. თან მე დიანას ველოდები, უნდა დაველაპარაკო. გამარჯობა ბაყაყებო. კარგად. ამათ რა სჭირთ? როგორც ყოველთვის ნერვებზე არიან. დიანა მგონი აქ შენგელოდებიან. გოგოებო. გამარჯობა დიანა. გამარჯობა გოგოებო. გოგოებო, ვარჯიშის დაწყების დროა, გაალდბურთელებო, წადით. გამარჯობა გაალდბურთელებო. დიანა ტიმურთან კოცნისგან თავს ვერ დაიღწევ. ხომ გესმის? დიანა მიდი. გოგოებო, არა. გაალდბურთელებო, აქ მოვედით სავარჯიშოდ და ჯობია წახვიდეთ აქედან. მწვრთნელმა ებიმ თუ დაგინახათ, დამიჯერეთ, ბედნიერი არ იქნება. დიანა, ჩვენ ვნახეთ დღეს ტრენერიები და კარხასიაძე იყო. ხო, იმ სახლიდან რადიკალურად განსხვავებული ადამიანი დაბრუნდა. ერთი ყურიდან მეორემდე იღიმოდა. კარგი გაალდბურთელებო, საკმარისია, მე და გოგოებმა უნდა ვივარჯიშოთ. კარგი რა მასკოთ. არა, წასვლის დროა. კარგად გაალდბურთელებო. გოგოებო, მათ ყურადღებას ნუ იქცევთ. დიანა, დავამატოთ ტიმურთან კოცნა ჩვენ სიას. ხო! გოგოებო, გახურება დავიწყოთ, იმიტომ რომ მწვრთნელიები მოდის. გოგოებო, დარწმუნებული ხართ, რომ ტრენერიების ამ სახლში დაბრუნება კარგი გადაწყვეტილება იყო. მასკოტ, ძალიან ბევრი რაღაც შეიცვალა, სანამ შენ ამ სახლში იყავი. ბაყაყები, მერე ფეხბურთელები მოვიდნენ, მწვრთნელიები გუჭირდება. მასკოტ, ნახავ, მოვა და ვერც კი მიხვდები ეს რომ ებია. გოგოებო, იმედი მაქვს, რომ მართლები ხართ. გამარჯობა, ჩემო ბაჭიებო. გამარჯობა მწვრთნელოები. ეს თქვენთვის არის. გამარჯობა ტრენეროები. მადლობა. ეს შენ, მადლობა. მასკოტ, ეს დაინახე, მწვრთნელიები კეთილია. მასკოტ, ეს შენთვის არის, შეგიძლია შეჭამო და დაწყნარდე. მასკოტ, გვენდე, ვიცით რასაც ვაკეთებთ. გოგოებო, მოდით ვივარჯიშოთ. მადლობა ტრენეროები. გოგოებო, დავიწყეთ. ჩვენ მაგრები ვართ, ძალიან მაგრები ვართ. უბრალოდ არაორდინალურები. ბანი საუკეთესოა. კიდევ ერთხელ გოგოებო. 1 2 3. ჩვენ მაგრები ვართ, ჩვენ ძალიან მაგრები ვართ. უბრალოდ არაორდინალურები. ბანი საუკეთესოა. მასკოტ? გოგოებო, 5 წუთიანი შესვენება. მწვრთნელოები. გოგოებო, მგონიები მართლა კეთილი გახდა. ყველაზე კეთილი მწვრთნელი. ყოველთვის ვოცნებობდი ასეთ მწვრთნელზე. ორი რაღაცას მივაღწიეთ, მაიკი და ები შევარიგეთ და ახალი სლოგანიც გვაქვს. ხვალ შოპინგი იქნება, მაგრამ მგონი ბაყაყებთან დამეგობრება უნდა შევცვალოთ. გოგოებო, კიდევ ერთი რაღაც დაამატეთ, მასკოტის ახალი კოსტუმი. ეს აღარ მიხდება და კარგად არ გამოიყურება. ები, ისე ამისთვის მადლობა, გემრიელია. გოგოებო, სერიოზულად უნდა დაგელაპარაკოთ. მწვრთნელოები ყველაფერი კარგადაა მასწავლებელმა იქთან? არა, თქვენს ვარჯიშს ეხება. რა ხდება, ჩვენი ვარჯიში რა შუაშია? ახალი სლოგანიც კი გვაქვს, ხომ ნახეთ?
მწვრთნელოები, ჩვენ გუნდს უკეთეს გახდით. ვიცი, რომ რთულია ჩვენთან შეჯიბრება. გოგოებო, უნდა გაიგოთ, რომ ახლა უმაღლეს სკოლაში ხართ. ხო, მწვრთნელოები, ვიცით, რომ უმაღლეს სკოლაში ვართ, ბოლო წელი დაგვრჩა. ხო, ზუსტად, ამიტომაც შეჯიბრებები ძალიან რთული იქნება, უფროსებს ეჯიბრებით. ხო, ვიცით, რომ უფროსებს ვეჯიბრებით. კარგად ვიქნებით მწვრთნელოები, ჩვენთან ხართ, ხომ? რა თქმა უნდა, ჩემო ბანი, თქვენთან ვარ. ადვილი არ იქნება, მაგრამ გაიმარჯვებთ. ბანი საუკეთესოა. გოგოებო, კარგი საკმარისია, გავაგრძელოთ ვარჯიში, მეცების უთანხმები. დავიწყოთ, მწვრთნელოები. მოვდივარ, დავიწყოთ. G-A-M-A-R-J-V-E-B-A გამარჯვება! ბანი მაგარია! ბანი საუკეთესოა! გამარჯვება! კარგი, მოვიდით. მადლობა დიმა, ძალიან კარგად ატარებ. გოგოებო, მე მელოდებოდით? ხო, გელოდებოდით. ხო და მოვედი, ახლა ოთახში წადით და ყველაფერს მოგიყვებით, სად ვიყავით მე და დიმა. ნენსი, გახსოვს, ხვალ მე ვარ დიმასთან ერთად. ვნახავთ. პატრიკ, შეხედე ვარსკვლავი. ლუზერებო, მან რას აკეთებთ, თვებით? არა, არ ვთქვებით, ჩვენ ვარსკვლავებს უყურებთ. მისმინე დიმა, ნუ ტრაბახობ, მოშორდი აქედან, ნუ გვაწუხებ. კარგი, ლუზერებო, წარმატებები. ახლა მანქანას დავუყენებ და მე კოსტას ვნახავ. ჯული, ბრაუ, სად მიდიხართ? კაფეში? არა, მე არ მინდა კაფეში. პიცა! რა, ჯული, ბროვასტი, ვერ დაინახეთ რა დროა, კაფეტერია იკეტება. პიცა, უბრალოდ მე და ბროვასტის რაღაც გვინდა რომ გითხრათ. მოკლედ, პიცა, მე და ჯულის გვინდა რომ რომანტიკული საღამო გქონდეს და შეიძლება თქვენი კაფე ვიქირავთ, მხოლოდ ერთი ღამით. იცით რა ღირს მთელი ღამე ქირაობა აქაურობის? იაფი არ არის, ბროვასტი. პიცა, არ ინერვიულო, ფული მაქვს. და ხურდას დამიტოვებ? რა თქმა უნდა, კარგი ტიპები იქნება. დავიღალე, ყოველ დღეს სავსეა ეს ქილა, აღარ შემიძლია. ნახეთ, ახლა ცარიელია. კარგი პიცა, ანუ შევთანხმდით, ხვალ? ხო, ჩვენ ყველაზე დიდი სოკოს პიცა გვინდა. მეგა სოკოს პიცა? გასაგებია საიდანაც გაქვთ ფული, ჩემი ხურდები მოიპარეთ, არა? პიცა! პიცა, რა გჭირს, არა? მისმენთ ლუზერების, მასწავლებელი მაიკის, ვირთხების და ფეხბურთელების გარდა დღეს არავინ მყავდა. პიცა, ჩვენ მართლა არ მოგვიპარავთ. პიცა, ისე შეიძლება ახალი ფეხბურთელები იყვნენ, იმიტომ რომ გავიგე ბაჭებს მაგიაჟი მოპარეს. ხო, და ტუჩსაცხიც. ფეხბურთელები ვერ მოიპარავდნენ, დიმას მიჰქონდა მათთან ყველაფერი. ვირთხებს არ მოუპარავთ. მხოლოდ თქვენ დარჩით. სად არის ჩემი ხურდა? პიცა, ჩვენ მართლა ვაპირებდით, რომ კარგად გადაგვეხადა. ტომასი. რა თომას? ბროვასტი, აქეთ რომ მოვდიოდით, მოვიდე ჩვენთან, გკითხა სად მივდიოდით, როცა ვუთხარით კაფეში, გაიქცა გვერდზე. ტომას, უბრალოდ დამენახე შენი სკეიტბორდის ბორბლებს რა მოუვათ, ნახავ. პიცა შევთანხმდით? პიცა. ხვალაც საათზე მოდით, გავამზადებ თქვენს ვახშამს. კარგი პიცა, ხვალამდე. ბროვასტი. პიცა, არ ინერვიულო, ხვალ ძალიან კარგ ტიპს დაგიტოვებ. მადლობა, მაგრამ ტომას ვნახავ ხვალ. პირველად არ ხდება, როცა მოიპარეს ჩემი ხურდები. კარგი, დავწეროთ სკოლის ფორმა. ზალინო, მწვანე ფლომასტერების დაწერი. საკ, რაღა დროს ფლომასტერებია, დაწყებითები სკოლაში კი არ შევდივართ. ზალინა, მან მწვანე ტყავის ჩანთები დაწერე. ჩვენ კიდე ის დაგჭირდება, სახელი დამოუწდა, რა ქვია? კომპასი? ხო, კომპასი. კარგი, წერ, ასე სწრაფად არა. კარგი, მეგობრებო, მგონი ამ სიეს შედგენა მართლა არ გამოხდის. არა, კარგად ვაკეთებთ. თან ბოლო სკოლაში მართლა რამდენი წლის წინ ვიყავით. და აბა რას გვირჩევ? რას და ჩვენ გოგოებს დავულოდოთ სიეს შედგენაში ისინი დაგვეხმარებიან. კი, როგორ არა დაგვეხმარებიან. გუშინაც არ მოსულან, არც დღეს, საერთოდ როდის მოვლენ. კარგი, საუბარი შეწყვეტეთ, გონება გამეფანტება. კარგი, მეგობრებო, ახლა კარგად დავფიქრდეთ. სკოლაში რა დაგჭირდება? ზალინა, მიდი ელექტროსკუტერები ჩაწერე. ხო, ზუ, მართალი ხარ, სკოლაში ელექტროსკუტერების თუ მივალთ, ეგრევე მაგარი ტიპები ვიქნებით. გამორიცხულია, ძალიან ძვირია. ხო, და ეგ არის ყველაზე მთავარი რაღაცა. ხალხს ფულიანები ვიგონებით. არ ინერვიულო საკად, სკოლაში მაინც ყველაზე მაგრები ვიქნებით. ხო, ყველაზე მაგრები, იმიტომ რომ ყველაზე მაგარი გოგოები გვყავს. შეგიძლიათ გაჩერდეთ? კოსტია. ხო, ზალინა, ავიღე. აი ეს ბოლო არის ებისგან. მადლობა, კოსტია. კოსტია, რას ფიქრობ, რა დავამატოთ სკოლის სიაში? ისი ამ სიაზე ძალიან ბევრს მივიდარდებთ, რაც ყველაზე საჭიროა ისინი დაწერეთ. საკანცელრო ნივთები, სპორტის ტანსაცმელი, ჩანთა, დანარჩენს მერეც იყიდით ყველაფერს. გოგოები. კოსტია გააღებს. ხო, კოსტა გააღებს. კარგი, მორჩა ზალინა, აღარ გვჭირდება ესია. ახლა გოგოები მოვლენ და საშოპინგოდ ერთად წავალთ. მე მინდა რომ სკოლისთვის მეცნიერი ფორმა ვიყიდო, რომ ერთნაირები ვიყოთ.
ვსაუბრობთ აზრადი, შენ და მე ერთად მაინც ვერ იქნებით. მოდი ჯერ წინასწარ ვილაპარაკებ. დაწყნარდით, ნუ ჩხუბობთ, გოგოების განდახმარება მართლა გჭირდება. ჩვენით ვერ მოვემზადებით ამ სკოლისთვის. აჰა, ზალინა, ძლივს გაიგე. ნახავ ზაკ, მე ჩემი შეყურებული იქნება. მომისმინე, არ მაინტერესებს და არ მადარდებს. მე ნასწია მყავს. გისმენ აბა? კოსტა აქ მართლა მიზეზის გამო მოვედი და უნდა მომისმინო. დიმა, შენ უკვე ყველაფერი მითხარი, რომ ზომბი ვარ და შენ მეგობარი აღარ ვარ, არც მანქანაა ჩემი და არც ფეხბურთელი ვარ, კიდე რა გინდა? ხოლო კოსტა ყველაფერი გავიაზრე და მივხვდი რომ არასწორი ვარ. მოკლედ კოსტა კი არა, კარგად ნახომდის. მოიცადე კოსტა, მართლა რაღაც უნდა გითხრა. მოკლედ მომისმინე, სანამ შენ ამ სახლში იყავი, ჩვენ სახლში ძალიან ბევრი რაღაც შეიცვალა და აუცილებლად უნდა დაბრუნდე. არა დიმა, მე იმ სახლში არასდროს აღარ დავბრუნდები. აქ ძალიან ბედნიერი ვარ, შეყვარებული მყავს, მეგობრები მყავს, შეიძლება ზომები არიან, მაგრამ იმას მაინც არ მეუბნებიან, რომ ახლოსაც აღარ მივეკარო. ხო, კოსტა, ყველაფერი მესმის და ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ მართლა უნდა დაბრუნდე. შეგვიძლია ესე ფეხბურთელები ვიყოთ. შეგიძლია ჩემი მანქანაც ატარო. თან ახალი გოგოები გადმოვიდნენ და ფეხბურთელები არიან. ხო, ძალიან მადარდებს ახალი ფეხბურთელი გოგოები. არა დიმა, მე იმ სახლში არასდროს აღარ დავბრუნდები. მოკლედ მორჩა უნდა წავიდე, ზალინა მეულდება, სკოლისთვის სიას ვადგენთ. კოსტა, ამაზე დაფიქრდი, ჩემზე და შენზე დაფიქრდი, ფეხბურთელობაზე დაფიქრდი, ფეხბურთელ გოგოებთან ერთად ყოფნაზე დაფიქრდი. ეს ყოველთვის ჩვენი ოცნება იყო. ხო და მაგარია დიმა, იყავი ფეხბურთელ გოგოსთან ერთად. მე უკვე მყავს შეყვარებული ზალინა. კოსტია ვინ არის? მე ვარ კოსტას მეგობარი დიმა. წამო კოსტა, ყველაფერი ისე დავუბრუნოთ, როგორც იყო. კოსტია, რა უნდა? არაფერი, უბრალოდ მოვიდა რომ ეთქვა რომ თავის მანქანას ფშუქნის. მადლობა დიმა. კარგად იყავი. ხო, მიდი, შენც კარგად იყავი. დიმა, და რაზე ისაუბრეთ? დაგპატიჟა პაემანზე? გოგოებო, უბრალოდ ისეთი იდეალური ბიჭია. იდეალური ბიჭი, მაგრამ არა შენი. ნახავთ, ჩემთან ერთად ერთ დღეს რომ გაატარებს და დამპატიჟებს. გოგოებო, მგონი ზედმეტად დააგვიანეთ. რა? ფეხბურთელებო. რამე ხომ არ გინდათ რომ გვითხრათ? რა ხდება? თქვენი თმა ახლა უფრო რბილია? ჩვენი შამპუნი სად არის? შამპუნი? რბილია, ბაყაყებო. ცუდია რომ მეტი შამპუნი არ არის. დამიჭირეთ. ბლონდი დაწყნარდი, მოდი უბრალოდ დაველაპარაკოთ. კარგი ფეხბურთელებო, შეგეშალათ. შეგვიძლია გაგიმკლავდეთ, მაგრამ შემოთავაზება გვაქვს. შემოთავაზება? მიდით აბა ბაყაყებო, თუ გინდათ რომ გიყიდოთ ეგ შამპუნი, დაივიწყეთ. მოიცადე გოგოებო, გავიგოთ რა უნდათ. იცი ბაყაყები რას უშვებიან თქვენნაირ ხალხს? კარგი დაწყნარდით, თქვენ დაგვეხმარებით, რადგან ბანის ოთახში ცხოვრობთ, ყოველთვის ჩვენი ყურები იქნებით და ყველაფერი რაზეც ბანი ისაუბრებს, რასაც გააკეთებენ, ყველაფერს მოგვიყვებით ჩვენ. გასაგებია? კიდევ რა ბაყაყებო? განაგრძეთ. ხო, ასევე უნდა წაიკითხოთ ყოველ საღამოს ბანის პირადი დღიური, უნდა წაიკითხოთ ყველაფერი რაზეც წერენ და გვითხრათ. ხო, და როდესაც კოსმეტიკა ან რამე სამკაული დაგუჭირდება, ბანისგან უნდა აიღოთ და მოგვიტანოთ. ეგრე გინდათ არა? ვერ მოგართვით. აუ ეს რა არის? ვაიმე დამღალეს. ბაყაყებო, აქ რას აკეთებთ? ბანი. ბაყაყები აქ მოვიდნენ და უნდათ რომ თქვენზე ყველაფერი მოვუყვეთ. უნდათ რომ თქვენ დღიური წავიკითხოთ და ყველაფერი ვუთხრათ, რასაც წერთ. ნორმალურია, ბაყაყებისგან არ გამიკვირდა. მწვანე ფორმიანო გოგონებო, გირჩევთ რომ სახლის ბოლოში თქვენს ოთახში დაბრუნდეთ და შემდეგ ჯერზე როცა აქ მოხვალთ, გარეთ ვეღარ გახვალთ. ბოლო ჯერ გხედავთ აქ. მოგვინდომეს აქ. ფეხბურთელებო, შეგიძლიათ შეწყვიტოთ, არ იღლებით? ძალიან დაღლილი ვარ ვარჯიშის შემდეგ, მინდა რომ შხაპი მივიღო და დავიძინო უბრალოდ. კნოპა არა, უნდა შევჭამოთ ვახშამი. ხო, მართალია. გოგოებო, აი გეგმა, ახლა ვივახშმებთ, შემდეგ გადავივლებთ. ძალიან მშია, დიდი ომლეტი მინდა და 5 სოსისი. მერი 2 სოსისი მაქსიმუმ. ძალიან დავიღალე, ჭამაც არ მინდა. ხო, გოგოებო, მწვრთნელიები კეთილია, მაგრამ ვარჯიში უფრო გართულდება. დიანა, ვიცნობთ მწვრთნელების დიდხანს ვერ გასტანს. იმედი მაქვს ასე რამდენიმე დღე გვექნება ვარჯიში რთულად და მერე ისევ გაადულდება. არ ვიცი რა იქნება, მაგრამ ფეხებს ვეღარ ვგრძნობ. კნოპა, გამოცოცხლდი, ჩრდილდერები ვართ. მაიკ, ულამაზესი საღამოა. ები, მართლა ვოცნებ უფრო ეს ყველაფერი ადრე გამეკეთებინა. მაიკ, რა? რა და იმ სახლიდან რომ ამდენი ხანი არ წამოგიყვანა და მთელი ზაფხულის იქ-გატარება მოგიწიო. მაიკ, ახლა სამუდამოდ ერთად ვიქნებით. ხო, ები, სამუდამოდ. მასწავლებელო მაიკ. მასწავლებელო მე სერიოზული სალაპარაკო მაქვს. რაიან, რამე პრობლემა თუ გაქვს, შეგიძლია მასწავლებელ მაიკთან მიხვიდე. ხო, ისინი დაგეხმარებიან. რაიან? ები, ძალიან მიხარია რომ დაბრუნდით, მაგრამ მასწავლებელი მაიკი მჭირდება.
მასწავლებელმა ეკითხეს ვახშამზე დავაგვიანე, მივედი და არაფერი აღარ იყო. რა პრობლემაა რაიან? აი შეჭამე შენი ვახშამი. ები დაწმარდი, რაიან, მიდი შეგიძლია ჩემი ვახშამი ჭამო. მასწავლებელმა ძალიან კეთილი ხართ, მაგრამ უნდა გავიგოთ ჩემი პორცია ვინ შეჭამა. მაიკ აღარ მომწონს კეთილულად. კარგი, ები დაწმარდი, რაიან, გავიგებთ შენი პორცია ვინ შეჭამა. მადლობა მასწავლებელმა, კარგად ნერვები. 10 დღე და სკოლაც დაიწყება, ები დაწყნარდი? ხო, ები, 10 დღე და სულ ერთად ვიქნებით. კარგი ნენსი და ალექსა, ბირთხებს უნდა მოვეწონოთ. მოიცადე რისთვის გაგიჟდი? რატომ მე საერთოდ არ მომწონს ვირთხები? გოგოებო, ტვინი გამოიყენეთ, მასწავლებელი ენდობა ამ ვირთხებს, თუ დავუმეგობრდებით, ყველაფერს გავაკეთებთ. კარგი იდეა არ არის, არ ვენდობ იმათ. ხო, ლორენს ვეთანხმები. ყოჩერ ნენსი, ალექსა, თუ არ დავუმეგობრდით ვირთხებს, არც ბაყაყები და არც ბანი კარგად არ მოგვექცევია. არ ვიცი, ეგ იდეა არ მომწონს. მენდე ალექსა, ვიცი რასაც ვაკეთებ. დიანა, სადაც ოთახში მივდივართ. კარგი გოგოებო, მიდით, მე ყველასთვის საჭმელს გავათბობ. დაელოდე რომ უნდა ნახავ, დიანა ჩემი შეყვარებული გახდება. მომისმინეთ იმ მოდი ეგ კრუასანი შეჭამე და ცოტა ხანი ჩუმად იყავ. თურმე მარტო ჩვენ არ ვახშმობთ გვიან. დიანა, კარგი მე მისაღებში ვიქნები. დიანა, უნდა ვილაპარაკოთ. შენ ხომ მოგწონვარ, არ გინდა რომ ჩემი შეყვარებული იყო. ტიმურ, მომწონ ხარ, მაგრამ სულ ეგ არის, არ ვარ მზად რომ ვიყო შენი შეყვარებული. და რატომაც არ, ერთმანეთს ძალიან უხდებით. სკოლაში საუკეთესო წყვილი ვიქნებით. ყველა ამას ფიქრობს. იცი რა, ტიმურ, ერთ სიტყვას იმეორებს სულ, იდეალური. კი, მართალია, შეყვარებული თუ მეყოლება, იდეალური უნდა იყოს. დიანა, შემომხედე, არ ფიქრობ რომ შენთვის საუკეთესო ვარ. კალათბურთელიც ვარ, ლამაზიც ვარ და სმალისნაირი ბოროტიც არ ვარ. გონი ახლა დიანას მოუწევს შეასრულოს პუნქტი კოცნაზე. ღმერთო ჩემო, ტიმური როგორი და არ ნებდება. კარგი გოგოებო, ჩუმად. გოგოებო, აქ რას აკეთებთ? ტიმურ, უბრალოდ ახალი ურთიერთობისთვის ახლა მზად არ ვარ და ნუ დამსდევ, არ მომწონს. დიანა, მე მართლა მომწონხარ და ვფიქრობ რომ ერთად უნდა ვიყოთ. მურჩა, გავიგე, შენთან ლაპარაკს აზრი არ აქვს. ხო, ეგ გამოიცანი, მე არასდროს არ დაუნებდები. შენ ცილებისა. ღამემშვიდობისა. დიანა, გოგოებო, მე დაველაპარაკები დიანას. ხომ მწვრთნელოები ალბათ გოგოებმა გითხრეს იმ პუნქტის შესახებ, ხო, რომელიც უნდათ რომ დაამატონ. დიანა, არ ვიცი რა პუნქტზე საუბრობ, მაგრამ მგონია რომ ურთიერთობებისგან თავი უნდა შეიკაო. ახლა სკოლა დაიწყება, ჩერლიდერობა ძალიან რთული იქნება. დიახ, მწვრთნელოები, მესმის რასაც ამბობთ, მაგრამ ჩემი მეგობრები ასე არ ფიქრობენ, უნდათ რომ ტიმურთან ერთად ვიყო. დიანა, მესმის, იცი რა, ხომ იცი რასაც გულისხმობ, ახლა ყველაზე მთავარი არის სწავლა და ჩერლიდერობა. გოგოებს მე ავუხსნი, დარწმუნებული ვარ, გაიგებენ. ხო, რა თქმა უნდა, მწვრთნელოები მესმის, მეც არ მინდა ახლა ურთიერთობა. კიდევ ერთი შეკითხვა მაქვს. ყოველთვის კეთილი იქნებით ახლა თუ უბრალოდ ასე ხდება, სანამ მოგბეზრდებათ? როგორ არის? დიანა, ჩემი გუნდი ხართ, ბოლომდე თქვენთან ვიქნები, გპირდებით. მადლობა მწვრთნელოები. ბავშვებო, თქვენ დალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დააჭირეთ ზარს. ახლა უნდა წავიდე. კარგად. დიანა, საჭმელი გაათბე. გოგოებო, ახლავე შეჭამთ ვახშამს და შევთანხმდეთ, რომ ტიმურთან კოცნას საერთოდ არ გამახსენებთ. კარგით? იქნება კოცნა.